სიბელ არ დაჩის მისამართი მჭირდება. იმ გოგონას იმ მამა ჩემთან რომ იყო. რა გინდა? ბაჰარ მჭირდება გთხოვ. ელიფ საყვარელო არ წახვიდე გთხოვ. გული გეტკინება. შენ თუ არ მომცემ, მაინც გავიგებ. კარგი, რადგან არის შლი მოვძებნი და მოგცემ. კარგი. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. უკაცრავად. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვერ მეტყვით ელიფანიმი სად არის? ელიფანიმი წავიდა. წავიდა? დიახ, ჰოლდინგში არ არის. არიცით სად წავიდა? თუ მეტყვით რატომ ეცებთ დაგეხმარებით? გასაგებია, მე ვიპოვე. დენიზერებზე ეჭვს ვერ მივიტანთ. დანაშაულის ღამეს დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება ჰქონიათ და იქიდან სახლში წასულან. აჰმედ დენიზერს კი ჰოლდინგში წასვლა მოუმიზეზებია და ადრე გასულა, ასეა? დიახ, კაპიტანო. შემდეგ კი ჩვენთვის უცნობი მიზეზით სიბელს შეხვედრია. ხომ არ გეწყინა ჰუსეინ? რატომ უნდა მეწყინოს, კაპიტანო? ამ საქმეში არ მონაწილეობ. თქვენი მესმის. სად შევჩერდით? როგორც ჩანს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ. აჰმედ დენიზერის მტერმა ჯერ აჰმეთი მოკლა და მერე სიბელი. სიბელს მტრები არ ყოლია, ამიტომ ყველაზე მთავარი აჰმედ დენიზერია. გაკოტრებულ ოჯახს ბევრი მოვალე და მტერი ეყოლებოდა, გამოძიება ამ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ. კაპიტანო, მე და კომისარი ჰუსეინი გარდაცვლილებს შორის არსებულ ურთიერთობას ვიკვლევთ. სად მუშაობდნენ ერთმანეთის სად გაიცნეს, სად მიდიოდნენ? ფიქრობთ ეს მნიშვნელოვანია? ბარში ან კაფეში გაიცნობდნენ, ან თუნდაც ინტერნეტით. ბოლო დროს სულ ასე ხდება. კაპიტანო, დანაშაულის მეორე ადგილით შევისწავლოთ. შესაძლოა დამტკიცდეს, რომ სიბელი იქ მოკლეს. დავათვალიერეთ, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა. მხოლოდ დროს დავკარგავთ. ომერ ეფენდი რომ არ ჩარეულიყო, მეც შედეგს მივიღებდით. ჰუსეინ, მან დრას გახარ. გარეთ რატომ არ გადიხარ? წადი რომ შვიდად ვილაპარაკოთ. არ მაფიქრებინო რომ ყურს გვიგდებ. რას ბრძანებთ, კაპიტანო? როგორ გეკადრებათ? იქნება ამბავი ძმას უნდა შეატყობინო. ხელი მოაწერეთ. უნდა ვიჩქაროთ, ზემდგომი ორგანოებიდან ზეწოლაა. ფელინ, ფოტოები მზად არის? დიახ, კაპიტანო. რამე ხომ არ აკლია? კაპიტანო, სასამართლო ექსპერტიზიდან რეკავენ, შეიძლება დავილაპარაკო. არდა სათხარ. თათბირი გვაქვს, მალე დამთავრდება. უნდა შევხვდეთ, მნიშვნელოვანია. სად? მისამართს მესეჯით გამოგიგზავნემ. კარგი. ჯანდაბა. რა ხდება? ველოდებით. რატომ არ დააბე? მეთინი მოვა თუ არა უნდა წავიდეთ, რა აზრი აქვს? მაინც დააბე. ჩუმად. ხომ გითხარი ტელეფონი გამორთე მეთქი იდიოტო. ძალიან გამოწვალა, სულ დამავიწყდა. გისმენ დედა. ელიფ სათხარ. ოფისში მივდივარ. თვითფრინავი იგვიანებს, მგონი ნილუფერი არ წასულა. რატომ ფიქრობ რომ არ წასულა?
ვიფიქრე ხმოვან შეტყობინებას დავუტოვებ მეთქი, მაგრამ ზარი გავიდა. მერე დაკავება მომცა. ალბათ ისევ აეროპორტშია. შვილო, გესმის? საყვარელო, მითხარი, შენი და თვითმფრინავში ავიდა? ავიდა. ტელეფონი ჩართული რატომ აქვს? ელიფ, რამე მოხდა? რატომ არ მეუბნები? გისმენ? შვილო, დედა ხმა იკარგება, კარგად არ მესმის. ელიფ, არ გესმის? ელიფ. ალო. ელიფ. დედა, არ ვიცი როგორ გითხრა. ნილუფერმა აეროპორტში ტელეფონი დაკარგა. დაცვამ ყველგან ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. ისევ არა, ნივთებს საერთოდ არ უფრთხილდება. ახლა როგორ დავუკავშირდეთ? მითხრა რომ ჩავალ მეილით მოგწერთო. ნუ ღელავ. ახალ ტელეფონს იყიდის და დაგვირეკავს. როგორ გუნებაზე იყო, დარდობდა? ძალიან ნერვიულობ. კარგად არის დედა, კარგად. ძალიან კარგად. ალო, დედა, მოგვიანებით დაგირეკავ, კარგი? უნდა გავთიშო. კარგი შვილო, კოცნი. მეც. ნახვამდის. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. რამდენი გადავიხადო? 13 ლირა. შვილო, ხურდა წაიღე. გაახილე. ელიფგემის სტამბოლის ფილიალი. ეს ჩემია? რა თქმა უნდა. შენ ამას იმსახურებ. მეგონა მაღაზია მხოლოდ რომში მექნებოდა. ახლა კი მშობლიურ ქალაქშიც მაქვს. არქიტექტორს ვუთხარი რომ ის მაღაზიის მსგავსი ყოფილიყო. რა იყო არ მოგწონს? როგორ შეიძლება შენი საჩუქარი არ მომეწონოს? მადლობელი ვარ, მამა. ომერ. რა ხდება? ელიფ დენიზერი რაღაცას მალავს. ეს მისი მაღაზიაა. წამოდით, სასწრაფოდ უნდა დავკითხოთ. არ მესმის რატომ უნდა დავკითხოთ? ასეთი სასწრაფო რა არის? არ ვიცი, ალბათ მიზეზი აქვს. არის საქვინმე. არის ვინმე? არის საქვინმე.
რა გნებავთ? მე ვარ. რა ხდება? აქ რა გინდათ? მითხარი ვილაპარაკოთო და უცებ დაიკარგე. სათქმელი არაფერი მაქვს. გთხოვთ, წადით. მომისმინე, ჩემი მეგობრები არიან, პოლიციელები. ცხადია ვიღაცას გაურბიხარ. გითხარი რა გაწუხებს და დაგეხმარებიან. შეგიძლია ენდო. კომისარი ფელინი საუკეთესო პოლიციელია. დაგიცავს. თუ გინდა სულ შენთან იქნება. შიშში ცხოვრება აღარ მოგიწევს. შევთანხმდით? თუ სიტყვა დაგწდება, მაშინვე გავიგებ. პოლიციაში თუ წახვალ იმასაც გავიგებ. გაფრთხილებ შენს დას ნაწილ-ნაწილავ გუძავ. არ დავინდობა. ვინ გითხრათ, რომ დახმარება მჭირდება? ომერ ბეი. მომისმინე. არ ვიცი რა გაქვს შაფიქრებული, მაგრამ ვიცი რომ საფრთხე გემუქრება. ვითხარი რა ხდება. შენს დასახმარებლად მოვედით. რომ გაკოცე, იმიტომ მოხვედი? შენი მესმის. უცნობს ასე მოულოდნელად რომ ეკოცნა, მეც არ ვიცი რას ვიფიქრებდი. მაგრამ ვეცდები აგიხსნა. უბრალოდ იმ ადგილას ცუდ დროს აღმოჩნდი. ძველი შეყვარებული გასაგანს არ მაძლევს. მობილურზეც მან დამირეკა. ჰოლდინგთან ახლოს ყოფილა. თურმე მითვალთვალებდა. მე ჩემეშინდა და გაკოცე. თუ ასეა რატომ არ მითხარი? მომერიდა. ესე იგი შეყვარებულს ემალები. მიზეზი ეს არის. ხო? მიზეზი ეს არის. ახლახან დავშორდით, მაგრამ თავს არ მანებებს. სიტუაციით ვისარგებლეთ და სულ ეს არის. ხო. უბრალოდ გაკოცე. არ მეგონა ასე სერიოზულად თუ აღიქვამდი. ტყუილად მოხვედით. კარგი, რადგან ყველაფერი გაირკვა. ჯობია წავიდეთ ომერ. ომერ, წავიდეთ. დროს ტყუილად ვკარგავთ. კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. უკვე ისადილეთ? არა. რამე შევჭამოთ? რა გინდა? გულღვიძლი თუ ეკნებათ. შენ? მეც იგივე, ერთი ულუფა. შენ? მეც ერთი. გულღვიძლი გააქვთ? დიახ. 3 გულღვიძლი თუ შეიძლება. ომერ, იმ გოგომ მართლა გაკოცა? როგორ გავიგოთ ამ გოგოს შეყვარებული ჰყავს თუ არა? ვეცდები. რატომ უნდა მოეტყუებინე? უცნობ მამაკაცს შუა ქუჩაში აკოცებ? აკოცებ ფელინ. რატომ უნდა ვაკოცო? მდიდარი ქალია, შენ კი სიმპათიური მამაკაცი ხარ. იქნებ გართობა მოუნდა. მამა ახლახან გარდაეცვალა. რა დროს გართობაა? ერთი წუთით ვიპოვე. ერთი თვის წინანდელი სტატია. ჩვენი სიამაყე ელიფ დენიზერი იტალიიდან დაბრუნდა. აი ეკითხებიან. შეყვარებული ყავსო? პასუხობს წელიწად ნახევარია მარტო ვარო. შეყვარებული არ ხავს ტყუის. რატომ? კარგი, შეყვარებული არ ხავს ტყუის. გაკოცა მერე?
რა გაინტერესებს? მაგ ქალს უნდა ვდიოთ? რას მირჩევთ? არაფერს, უბრალოდ იმ გოგოს თავი დაანებე, შეეშვი. ბიჭებო, დაწყნარდით. შენ მითხარი რა ვქნათ? რა შემომთავაზებ? პოლიციის იმედად ვეღარ ვიქნებით. ვიღაც საქმის დახურვას ცდილობს. თან ნაჩქარევად. თქვენ რომ არა ვერაფერს გავიგებდი. მოკლედ ვიდრე კაპიტანი ალის საქმეს არ ჩამოშორდება, მკვლელობა არ გაიხსნება. ომერ, არ და დანაშაულის ადგილი ვიპოვეთ, შედეგი არაფერი. ფოტოები კრიმინალისტებს გადაეცი, შედეგი არაფერი. მტკიცებულებები გვაქვს? არა. მოწმე ყავს? არა. მხოლოდ ის გოგოა. მადლობთ. მას შემდეგ რაც მაკოცა უფრო დავწმუნდი, ნამდვილად რაღაც ხდება. აუცილებლად გავარკვევ. რამე იპოვე, ომერ? ჩვენც ვითხრე. მოგვიანებით გნახავ. სად მიდიხარ? დამიბრუნე. დისაჩუქარი აქ თხოვ? ნილუფერი მანქანაში ჩასვე. არა. არა. ფეხი გამოადგე. გამიშვით. დღეს რა გჭირს? რატომ ეჩხუბე? საიდან მოიტანა? რაც თქვა არ დაეთანხმე. არდა, ომერს აკადემიიდან ვიცნობ. არასდროს ცდება. ახლა სხვა. ამ საქმეში ობიექტური ვერ იქნება. ხომ ხედავ ყველა სიტყვა უნდა დავწონოთ სიბელზე რამე რომ არ წამოგწდეს. ძმასაც კი წაიჩხუბა. ამ საქმეს არ უნდა გაეკაროს. ეგ კი გარდაცვლილის გოგოს კოცნის. კიდევ ჩემი ბრალია? კარგი. ასე არ არის? თავი დაგონებოს. ამ საქმეს ჩვენ მივხედავთ. ასე თავსაც დაიღუპავს და ჩვენც დაგღუპავს. არ იმ საქმე რომც დახუროს, მე არ დავხურავ. კვლელს და უსჯელს არ დავტოვებ. გასაგებია, რატომ მიბრაზდები? არ გიბრაზდები, განვიცდი. იქნებ ვერაცნობიერებს, იქნებ ცდება. ბევრს ლაპარაკობ, დამღალე. შენ გადაიხადე, კარგი? როგორც მიბრძანებთ, კომისარო? ჩემზე რამდენია? გისმენთ? გამარჯობა, მე მისამართი სკოლაში მომცეს. ეს სიბელის სახლია? ალბათ სკოლის მეგობარი ხარ. დიახ. ფატმა, მოდი. სკოლიდან სიბელის მეგობარი მოვიდა. გმადლობთ რომ მოხვედი შვილო. შევატყობინეთ, მაგრამ არავინ მოსულა. ლოცვა მალე დასრულდება, შემოდი. ჩუსტი მიეცი. თავსაბურავი არ გაქვს? არა. ჩვენს მიცვალებულებს სამოთხე და სიმშვიდე დაუმკვიდრე. ამინ. ალლაჰ მანათელში ამყოფოს.
გმადლობთ. ალაჰ მანათელში ამყოფოს. გმადლობთ. შენი დის მეგობარია. ჩემი უმცროსი ქალიშვილია, ჰადიჯე. ამის მეტი არავინ დამრჩა. ახლა ჩემი ძალა და იმედი ეს არის. დადაკარგა საბრალო. მაპატიეთ ბავშვებო, სასოფში მოვხვდი. არა უშავს დედა. ყველამ კარგად ვიცით რა პუნქტუალური ხარ. ელიფი სად არის? მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა, თავისი აზრი დაწერა, მე გაგაცნობთ. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს ბაჰარ? ასე არ შეიძლება გადავდოთ. რატომ? ელიფი არ არის, მაგრამ მე ხომ ვესწრები თავმჯდომარის მოადგილე ვარ. კარგი, გასაგებია. თქვენი ნება აზერინ ჰანიმ. გთხოვთ, შეგიძლიათ წახვიდეთ. ბაჰარ. ელიფი სად არის? დაარიგე თუ შეიძლება. გამომართვი? აი თენისგან დაიწყე. ელვან, სიბელის სკოლის მეგობარია. გმადლობ შვილო, გმადლობ რომ მოხვედი. გამარჯობა. რადგან მეგობრები იყავით, ომერიც გეცოდინება სიბელის საქმრო. ეს ომერის დედა, ეს კი რძალი. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. გმადლობთ. წავალ, უკვე გვიანია. გაგაცილებ, გმადლობ. მოდი აქ. შენ სიბელის მეგობარი ხარ. ალბათ იცი იმ კაცთან რა აკავშირებდა. იმაზე გეუბნები, ვისთანაც მანქანაში იპოვეს. მგონი აჰმედი ერქვა რა? მეგობარი იყო? არა. აკაური არ ხარ, არ გეცოდინება. მაგრამ ჩვენთან ასეთი საქციელი სირცხვილია. ჩვენთან კი გარდაცვლილი საუგად ხსენებაა სირცხვილი, უკაცრავად. შენ რა გესმის? მე თუნებას მომცემთ წავალ. ძვირფასო რაღაც უნდა გთხოვო. გისმენთ დეიდა ზერინ, პოლიციიდან შემატყობინეს, რომ ის გოგონა აჰმედთან რომ იყო, ქალიშვილი ყოფილა. მინდა ეს ინფორმაცია პრესაში გაშხერდეს. თორემ ძალიან მაწუხებენ, მინდა სიმართლე დაიწეროს. იმედი არ გიკვირს მგლოვიარე ქალი ამ თემით რომ დავინტერესდი. ალბათ ჩემი გესმის. არაფრის ახსნა არ გჭირდებათ, ჩემი იმედი გქონდეთ. დანარჩენ შენ მიხედე ძვირფასო, მე ასლის ვნახავ. გისმენ შვილო. მაპატიეთ, მე ტუალეტს ვეძებდი. შემდეგი კარია შვილო. გმადლობთ. შვილო. თუ არ შეწუხდები, გარადიდან საბანი გამოიღე.
დიდი ხანია ვეძახი, მაგრამ არ ესმით. კარგია რომ მოხვედი. ალაჰმა დაგლოცოს. გმადლობ შვილო. სიბელის მეგობარი ხარ? Kızım ben. რა უბედური ვარ შვილო. ძალიან მწუხვარ. ვიზიარებ. ალაჰი შეგეწიოთ. ფატმა, შეიძლება სიბელის ოთახში ბავშვს საფენი გამოუცვალო. მაპატიეთ? არა, მობრძანდით, უკვე მივდიოდი. ბავშვს საფენი უნდა გამოვუცვალო. თუ ღმერთი გწამს მელიქე, შენც ქალიშვილი გყავს. ყველაფერი ხდება. ხომ ამბობდი სიბელი ძალიან მიყვარსო. მეგობართან რატომ შეარცხვინე? ისეთი რა ვთქვი ფატმა დეიდა. გარდაცვლილის მეგობარს რა უთხარი შვილო? არაფერი მithქვამს დედა. უკვე გვიანია წავალ. მიდი ხარ? დიახ, ალაჰმა დაგლოცოს შვილო. გმადლობთ რომ მოხვედი. ხშირად გვეწვიე. სიბელის მეგობრების ჩემი შვილები არიან. ვიზიარებ. ალაჰმა გაძლება მოგცეთ. შენ შვილო. საყვარელი ადამიანი შენც დაკარგე. ალაჰმა ნათელში ამყოფოს. რა ხდება? პოლიციას უარი უთხარი და საქმეს მარტო იძიებ? Hayır benim anlamadığım şey არ მესმის აქ რატომ მოხვედი? diyorsun ki. ეს ყუთი цариელია? თუ სავსე? მომეცი. Nişanlı. ყუთი ჩემი საცოლის სახლიდან მოიპარა. Sen მე უფრო მეკუთვნის. მინდა იცოდე რომ ეგ ყუთი მამა ჩემას საკუთარი ხელით გააკეთა. sakın şimdi. არ მითხრა რომ მომიზეზოდ მოიპარა. აღარ დაგიჯერება. შენს აქციელს გურდობა ჰქვია. ყუთი დამიბრუნე. კარგი, გნებდები. მითხარი რა გინდა? გისმენ? რას ეძება? Sana ორი ალმასი გაჩვენე. onlarla ilgili შენ კი ამ ყუთით დაინტერესდე. tabii. მიხდი რომ ყალბი იყო არა? რა თქმა უნდა, შენ ხომ იუველირი ხარ. ალმასებს თვალდახუჭული ცნობ. ესე იგი გწოდნია. ყუთში რა არის? ალმასებია? ალმასებს ეძებ? Evet. გისმენ მე ამბე. Sen შენი ნება. კარგი. კარგი, მოიცადე. მომისმინე. გააღე კარი. დამელოდე. მომისმინე, არ წახვიდე. ჯანდაბა.
გააყედე გეტყვი რას ვეძებ. მომეცი და გეტყვი. გელოდები. მითხარი, ჯერ მომეცი. შენ დამედევნე. ესე იგი სხვა გზა არ გაქვს. მამაჩემ ალმასები დამალა. სასწრაფოდ უნდა ვიპოვო. რატომ? მამა შენის სიკვდილს ამასთან რამე კავშირი აქვს? გავკოტრდით. გესმის? მამაჩემს მოვალეები ჰყავს. სასწრაფოდ ვალი უნდა გადავუხადო. გასაგებია? გემუქრებიან? კუთვნილს ითხოვენ. სიბილს იცნობდე? არა, საიდან უნდა ვიცნობდე? დარწმუნებული რა ხარ? თქმა უნდა. მისამართი საიდან გაიგე? გავიკითხე, არ შეიძლება? რადგან ეს ხუთი სიბილს ქონდა, ესე იგი ერთმანეთს იცნობდნენ. მამა შენის სახელი არასდროს გამიგია. შენ თუ იცოდი სიბილის შესახებ? არა, ხომ გითხარი, მე რომში ვცხოვრობ. დაკითხვა დასრულებულია, შეიძლება ყუთი წავიღო. უჩემოდ მაინც ვერ გახსნი. მამა საიდუმლო ყუთებს ხშირად აკეთებდა ხოლმე. მისი გახსნა მხოლოდ მე შემიძლია. რამდენი საიდუმლო გქონიათ? ახლა კი ყუთი მომეცი. მთელი დღეა შენ დაგდევ. თუ გახსნი მხოლოდ ჩემი თანდასწრებით, გასაგებია? აქ არაფერია, სამალა ვინახე. ჯანდაბა, ცარიელია. რას აკეთებ? ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ? საკმაოდ გავლენიანი ჰოლდინგი გაქვთ. ვინ არის ეს ხალხი? მამა შენი ასეთ ყუთებს რატომ ამზადებდა? ადამიანებისთვის ბედნიერება რომ მიენიჭებინა. ძირში ხან უმნიშვნელო ნივთდებდა. ხან განსაკუთრებულ საჩუქარს. სიურპრიზები უყვარდა. ეჭვი არ მეპარება. წარმოდგენა არ მაქვს. არ მესმის მამაჩემის ყუთს შენი საცოლის სახლში რა უნდოდა. რამეს თუ გაიგებ შემატყობინე, კარგი? კარგი, შეგატყობინებ. არ გენდობი. თავი დამანებე, თორემ გიჩივლებ. ვიცი რაღაცას მიმალავ. მე არასდროს ვწდები. წადი აქედან. საკმარისია, თავი დამანებე. მამა მომიკლეს. ისედაც გამწარებული ვარ. შენს ტკივილსაც პატივცე, მაგრამ ჯავრის ხვაზე იყარე. ბაჰარ. მოდი, რა გინდა? 5000 ლირა. ანგარიშები დაყადაღებულია, ერთ ქურუშსაც ვერ მიიღებ. მართლა? თუ ასე ზერინ ჰარიმ შენ უთხარი მისი თხოვნა რატომ არ შევასრულებო რა? ბაჰარ, ფული ელითმაც მთხოვა, მაგრამ ვერ მივეცი. რატომ გთხოვა? არ ვიცი, არ მიკითხავს. ბორა. სამსახურში. ჩემი რეკომენდაციით მიგიღეს. რაც აქ ხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდე. საკმაოდ ბევრი მთხოვა. ფირმის თვითღირებულებაზე მეტი. უთხარი არ არის მეთქი. მაგრამ მართალი აღმოჩნდა. ახლა გავიგე, რომ აჰმედ ბეის სეიფი ქონია. Elif?
ელიფ. ძვირფასო, მოდი ყავა დავლიოთ. ცუდად გამოიყურები. არა, მე შემოგივლი. მოდი დავლიოთ. ცოტა ხანს დაჯექი. მისამართი ადვილად იპოვე, იმ გოგოს სახლში იყავი, ვიყავი. ელიფ. ძვირფასო, რა მოხდა? რამე გაწუხებს? არაფერს მეუბნები. აღარ მენდობი? რა სისულელია, გაგიშდი? შენ თუ არა ვის უნდა ვენდო? ეგ აღარ გაიმეორო. აბა რა გაწუხებს? უბრალოდ ვერ გეტყვი. თუ გეტყვი, შენც დასარალდები. მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. გთხოვ. ხო მართლა, დღეს კურიერმა რაღაც მოგიტანა. მამა შენის მაგი დაზედებს. შენ მადამ გამოგიგზავნა. დაიგო მარდა მივიწყოს და უჩქაროსო. როგორ მოვიქცე? Buyurun. მობრძანდით. ელიფანი, გცალიათ? მობრძანდით ბორაბეი. მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. წლების წინ აჰმედ ბეის ბანკში სეიფი გაუხსნია. თქვენი მშობლების კუთვნილება, ანუ საერთოა. შეგეძლიათ ზერინ ჰანიმთან ერთად წახვიდეთ და გაახსნევინოთ. მოდი შვილო, მოდი. დაჯექი. ზუსტად 7 დღე გავიდა, რაც ჩემი გოგონა მიწას მივაბარე. 7 დღე. წარმოგიდგენია? დრო რანელა გადის. ეს რა უტანელი ტკივილი ყოფილა. ამას რა გაუძლებს, რა გადაიტანს? ამბობენ ეს ტკივილი დაგავიწყდებათო. მაგრამ სხვებმა რა იციან, როგორ ვიდანჯებით. პირადად მე არასდროს დამავიწყდება. ჩემო ომერ, შვილო. ეს შენ. სიბელის ნივთებია. შენ კონდეს. მადლობა. წამოდი ჩაი დავლიოთ. დედა, აქ დღეს ერთი გოგონა მოვიდა. ხო. სიბელის სკოლის მეგობარი ყოფილა. Bize başsağladı. მოგვისამძიმრა, ილოცა, დაგვეხმარა. Yardım falan etti. სიბელის ოთახში რატომ შემოვიდა? Buraya mı gelmiş? აქ შემოვიდა? დედა, ეს საქმე ძალიან გართულდა. როგორც წესი, დანაშაული 48 საათში იხსნება ხოლმე. დღეები გადის, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ. გემუდარები კიდევ ერთხელ დაფიქრდით. იქნებ რაიმე გამოგრჩათ. არა, შვილო. იქნებ სიბელს რაღაცა წუხებდა, ან ვალი ჰქონდა. Yavrum en iyisi. შენ ციცი. Biz boğaz topuna ხელმოკლედ ვცხოვრობთ. რა ვალზე მელაპარაკები, შვილო? დედა, იმ კაცს, აჰმედს, სიბელი იცნობდა. რაღაც ურთიერთობა ჰქონდათ, ეს ფაქტია. ამ ოთახში რომ ყუთი იყო, აჰმედმა მისცა. Sen de bak. არ მესმის. Sen bana ne? რა გინდა რომ მითხრა? რაზე მიმანიშნებ? ხალხის მითქმა მოთქმას შენც აღკევი? Yengen. დურძალმა აგირია ტვინი. Benim დამიჯერე. ჩემი გოგონა ამ ქვეყნიდან უმციკლო წავიდა. დედა, ეს საქმე რომ გავხსნა, ყველაფერი უნდა ვიცოდე. მე რომ წავედი იმ ღამეს რა მოხდა? გაიხსენეთ.
არ დაგაგვიანდეს, გთხოვ. ნუ ღელავ დედა, 1 საათში დავბრუნდები. კარგი. სახლში შედი. კარგი. Olmaz. არაფერი მომხდარა. Çünkü erkenden ადრე დაიძინა. yavrum. Yaşarken უკანასკნელად ვნახე. მერე ცოცხალი აღარც მინახავს. Ben hiç საეჭვო არაფერი მომხდარა. sen de şüphe. ნუ რჩენ დაეჭვდები, დამიჯერე, ასე იყო შვილო. ესეც ასე. Tamam oldu. გადავიღე. Bitti mi? მორჩა? ო, მორჩა. Teşekkür ederim. გმადლობთ. Ben anladım. ვიცი აქ რატომ მომიყვანე. რატომ? Bize hiç... ფოტო იტალიის ვიზისთვის გჭირდება. რა? ფოტოგრაფმა გითხრა? არა? ამ კაცს დავახრჩობ. 1 საათში მზად იქნება, მოგბძანდით და წაიღეთ. Sağ. მადლობის მეტი რა მეთქმის. მართლა არ უთქვამს. 1 საათში მოვალ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.